საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილის მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი ევროკავშირის ჯერჯერობით უცვლელი კრიტიკული დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების უკვე ნებისმიერი ნაბიჯის მიმართ დღესაც უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის დონეზე შეფასდა საქართველოში მიღებული კანონები, ფარას ქართული ანალოგი მედიის კანონი და ითქვა, რომ ეს დემოკრატიის დამაზიანებელი კანონმდებლობა, რომელიც რეპრესიების შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას და ასევე ითქვა, რომ სრულიად ქართული ოცნების ხელშია შემდგომი ევროინტეგრაცია ამ პროცესის განახლება. ეს საერთო სულისკვეთებაა, რომელსაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ რიტორიკის მიმართ? ზოგადად ერთგვარად მივეჩვიეთ ჩვენ იმ განცხადებებს, რომელიც კეთდება ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად სიღრმისეული ანალიზის გარეშე, ძალიან ხშირად იმ სიტუაციის გაანალიზების გარეშე, რა სიტუაციაშიც ესა თუ ის ნაბიჯი იდგმება საქართველოში და ძირითადად ეს არის ვარაუდებზე და სავარაუდო შიშებზე დაფუძნებული შფოთვა, რაც ჩვენ გვესმის ხოლმე ბიუროკრატების მხრიდან. ასე იყო წინა შემთხვევებშიც, როდესაც საუბარი იყო კანონებზე, სხვადასხვა კანონებზე, რომლითაც გამოხატავდნენ რაღაც განსაკუთრებულ შიშებს, რომ თითქოს აქ ჩაიხშობოდა რაღაც განსხვავებული ხმა, ვერ ჩატარდებოდა არჩევნები, არჩევნებში ვერ მიიღებდა პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობას და ასე შემდეგ სხვადასხვა შიშები. არც ერთი არ გამართლდა, არჩევნების ჩატარდა, ყველა პოლიტიკურ პარტიასაც მიეცა შესაძლებლობა, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ორგანიზაციებსაც ვხედავთ, არავის მოქმედება არ შეზღუდულა და ეს შიშებიც, რა შიშებიც სახელდებოდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. თუმცა მაინც გრძელდება ერთგვარად სურათის ისე და იმგვარად წარმოჩენა, თითქოს აქ ყველაფერი არის ცუდად, ყველაფერი მიმდინარეობს რაღაცნაირად უკუსვლით და არავის არ სურს დაინახოს, ასე ვთქვათ, რეალური სურათი, რაც არის ქვეყანაში. ვინ არის აი ამ უკუსვლის, ასე ვთქვათ, ავტორებიც, შემოქმედებიც თუ მსურველებიც. მაგრამ ბოლო 6 თვეა თქვენ აღნიშნეთ ნეგატიურ კომენტარებთან დაკავშირებით. ბრიუსელიდან, ევროკომისიიდან კეთდება მხოლოდ ნეგატიური შეფასებები. რას უპირისპირებს ქართული დიპლომატია ამ პროცესს? აი როგორც ცდილობთ, რომ მაგალითად გადაარწმუნოთ კონკრეტულ მაგალითად კაია კალასი ან მარტა კოსი გაქვთ რაიმე ტიპის კომუნიკაცია ან რა ცდილობები აქვთ ქართულ დიპლომატებს იმისთვის რომ ეს წარმოდგენები გაუქარწყოს, იმიტომ რომ თქვენ წეგან აღნიშნეთ რომ ეს არის დაუსაბუთებელი ზედაპირული ასე შემდეგ დაახლოებით მსგავსი ეპითეტები გამოიყენეთ. აი როგორ აპირებთ რომ აი კონკრეტულად ურთიერთობთ ამ ადამიანებთან? მოდით ასე შევხედოთ, მადლობთ ამ კითხვისთვის, რას ვაკეთებთ და რა შეიძლება რომ გაკეთდეს ქართული მხრიდან და ვინ უნდა გააკეთოს ეს საქმე იმისათვის რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ჩადგეს გარკვეულწილად ნორმაში. ამისთვის აუცილებელია მივიდეთ იმ წერტილამდე, რა წერტილშიდაც ეს ურთიერთობები ერთგვარად გაცივდა, მოდით ასე ვთქვათ, სადაც ითქვა, რომ მე არ მექნება დიალოგი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ხო, ეს იყო დაახლოებით 1 წლის წინ, გასული წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შემდგომ ხედავთ ჩვენ ცდილობებს, რომ ეს იმგვარად იყოს შემოტრიალებული და წარმოჩენილი, თითქოს საქართველო არის ამის, ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების უკან და ამ გადაწყვეტილების შემოქმედი. სამართლიანი ურთიერთობები და სამართლიანი ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები არის საფუძველი ნებისმიერ სიტუაციაში და ევროკავშირთანაც ასე იქნება. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2014 წელს და მას ჰქვია ასოცირების შეთანხმება. ეს შეთანხმება გამოხატავს ქართული სახელმწიფოს ნებას და ასევე გამოხატავს ევროკავშირის ნებას და არა მარტო ნებას. იქ არის ვალდებულებები ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს ვალდებულებები შესრულდება ისევე, როგორც ევროკავშირს აქვს ხოლმე მოლოდინი, რომ ჩვენ შევასრულებთ და ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. ასე რომ ეს შეთანხმება ერთგვარად ითვალისწინებს კიდეც დიალოგის ვალდებულებას, ერთად მუშაობის ვალდებულებას და რა თქმა უნდა ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც ეტაპზე მოხდება ნორმალიზება იმ ურთიერთობების იმგვარად, რომ ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა და არა რიტორიკა, რომელიც გვესმის ევროკავშირის მხრიდან. რა თქმა უნდა ამას ჭირდება მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ჭირდება რა თქმა უნდა ინსტიტუტებთანაც მუშაობა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ
ვხედავთ მაგალითად უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან ცალსახად სურვილს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს წარმოჩენილი საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ცუდი დავინახოთ საქართველოსთან მიმართებაში და ეს ერთგვარად არის კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკის გაგრძელება. მე არ დავარქმევდი ამას ევროპის და ევროკავშირის პოლიტიკას მთლიანად, კონკრეტული ქვეყნების, კონკრეტული ინტერესების განხორციელება სწორედ ევროკავშირის ინსტიტუტებში უკვე და ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროკავშირთან გავაგრძელებთ ნორმალურ ფორმაში ურთიერთობებს, თუმცა ამას ალბათ გარკვეული დრო დაჭირდება იმისათვის, რომ ჩვენც დავინახოთ ევროკავშირის მხრიდან სურვილი იმისა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი და ეს ურთიერთობა გავაგრძელოთ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. საქართველოს აქვს ამის სურვილი, ეს არსად არ წასულა. საქართველო ძალიან კარგად იცის, რა ფასი აქვს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაციას, ევროკავშირთან ურთიერთობებს, თუმცა ჩვენ არ გვსურს კიდევ ერთხელ ეს საკითხი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, იყოს გარკვეული ძალების ხელში ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მუდმივად გამოიყენონ საქართველოში ეს საკითხი დესტაბილიზაციის საფუძვლად და ამას ვფიქრობ, რომ ჭირდება გაგება ევროკავშირის მხრიდანაც, გაგება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც. აი დესტაბილიზაციის გამომწვევ და გარკვეულწილად წამახალისებელ, ასე ვთქვათ, პრობლემაზეც ვისაუბროთ, იმიტომ ერთია განცხადებები ბრიუსელიდან, ნეგატიური და მეორე ის თუ როგორი არის როლი დიპლომატიური კორპუსის თუ სხვადასხვა საერთაშორისო ძირითადად ევროპული ორგანიზაციების უშუალოდ ადგილზე ოპოზიციის თუ NGO-ების საქმიანობაში. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარისგან ვისმენთ ამ განცხადებას, რომ ის პასუხს აღარ თხოვს არაფერზე ოპონენტებს ადგილზე, მას აქვს მოწოდება სწორედ მათი უცხოელი დამფინანსებლების მიმართ, რომ გაემიჯნონ ძალადობას. იქნება ეს სიძულვილის შემცველი ენა და უშუალოდ თუნდაც დუმილი პარლამენტის შენობისთვის დამიზნებული პიროტექნიკის გამო. თქვენ როგორ აფასებთ ან დუმილს ან შის შემთხვევაში ფარულ წახალისებას? ჩვენ არა მარტო, იცით, მეტიც, არა მარტო ფარული წახალისება, ჩვენ ღია წახალისებასაც ვხედავთ ხოლმე ამ ქმედებების და ამ ნაბიჯების. როდესაც საქართველოში მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცალსახად აგრესიულები არიან, ცალსახად უპირისპირდებიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ყველაფერს რაც ქმნის რაც დემოკრატიის საფუძველია, ხო, დემოკრატიულ არჩევანს უპირისპირდებიან სახელმწიფოში. დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობას უპირისპირდებიან და ასეთ ჯგუფებს შენ ამბობ, რომ ეს არის შენი დასაყრდენი ამ ქვეყანაში, ამ ჯგუფებს აფინანსებ შენ და შენ გახარ ამ ჯგუფების უკან, მაშინ მოდით ვთქვათ, რა არის ის ინტერესი, რაც ერთობლივად ამოძრავებთ ამ ჯგუფების დამფინანსებლებს და თავად ამ ჯგუფებს საქართველოში. საქართველოს ჩვენ ნახეთ, რომ გავამარტივოთ ბოლო პერიოდში, ხედავთ ერთადერთ რამეს, საქართველო ისჯება იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობისთვის და არა ომისკენ, უარი თქვა ომზე, უარი უთხრა ომს, უარი უთხრა არასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომაც მივიღეთ ჩვენ გარკვეული ძალების მხრიდან ამხელა ზეწოლა საქართველოს სახელმწიფოზე. ეს გრძელდება, ეს ძალები არსად წასულან, ეს ძალები არსებობენ, კვლავ და კვლავ არსებობს ინტერესი იმისა, რომ საქართველოში იყოს გარკვეული დესტაბილიზაციის კერა, ეს უკვე აღარ არის რაღაც, ასე ვთქვათ, გახსოვთ ალბათ, როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, იყვნენ გარკვეული, ასე ვთქვათ, ხალხი, გარკვეული ძალები, რომლებიც ამაზე იცინოდნენ. ეხლა ეს სასაცილო სულაც არ არის, ფაქტია, აცხადებენ თავად კეთდება განცხადებები და ვხედავთ იმასაც, რომ რამხელა წინააღმდეგობა აქვს თუნდაც უკრაინაში სამშვიდობო პროცესს, ხო, რამხელა წინააღმდეგობაში მოდის ვთქვათ ის ძალისხმევა, რაც შეიძლება იყოს მიმართული რეგიონში მშვიდობისაკენ და რა ინტერესები არსებობს, ვის რა ინტერესი აქვს, მოდი ასე ვთქვათ, იმისათვის, რომ გახანგრძლივდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში. ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, პირდაპირ კავშირშია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა. გასაგებია, რომ ომის თემატიკა კავშირშია ჩვენთან და ამას გვერდს ვერავინ ვერ აულის, მაგრამ
ერთ დღეს ომი მორჩება უკრაინაში და თქვენ ამბობთ რომ ის ჯგუფები იქნებიან თუ პოლიტიკოსები საქართველოზე განაწყენებული არიან იმის გამო რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში. შესაბამისად ეს განაწყენება ხო ომის შემდეგაც გაგრძელდება, მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ურთიერთობების დალაგება? ჩვენ ხედავთ კონკრეტულ ძალებს, კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც გარკვეული შიშებით მოქმედებენ და ამას არც მალავენ, უკვე და აცხადებენ, გვესმის განცხადებები კონკრეტული ქვეყნებიდან, ამ შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ვსაუბრობ. როდესაც ისინი საუბრობენ საკუთარი ქვეყნის ლეგიტიმურია, აბსოლუტურად საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ამაზე ვერავის ვერ გააკრიტიკებ და ვერავის ვერ, ასე ვთქვათ, უარყოფითად ვერ მოიხსენიებ, ხო? ისინი თუ კი ფიქრობენ საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოებაზე, მაგრამ თუ კი ისინი საკუთარი რას ხედავენ საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების გარანტად, როდესაც ჩვენ ხედავთ მაგალითად ისინი აცხადებენ, არიან პოლიტიკოსები, არიან გარკვეული ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთვის გარკვეულწილად უსაფრთხო იქნება უფრო და უფრო სიმშვიდე იქნება, შვიდი იქნება მათთვის ცხოვრება, თუ კი დაძაბულობის კერები იქნება სხვაგან და არ იქნება მათ ქვეყნებში. ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენ უნდა გავახილოთ, ასე ვთქვათ, თვალი, ჩვენ უნდა შევხედოთ სწორად ფაქტებს, ჩვენ უნდა შევაფასოთ სწორად მოვლენები, რას აქვს საქმე, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე და საერთოდ რატომ არის ამგვარი დამოკიდებულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად ხდება აპელირება სხვადასხვა საკითხზე, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში არის ხოლმე საუბარი თუნდაც უსაფრთხოების კონტექსტში, თუნდაც დემოკრატიის კონტექსტში, რომელიც არის ხოლმე თუმცა ყველაზე ხშირად დემოკრატიის კონტექსტზე საუბრობენ, უსაფრთხოების კონტექსტზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება და გასაგებია იმ განცხადებებზე დაყნობით, რასაც ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებდნენ, მაგრამ თქვენ გქონდათ რამდენიმე ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო უწყებაში ვიზიტები, მათ შორის ბოლოს იყო ერთი კვირის წინ თუ არ ვცდები ავსტრიაში, ხო? რამდენად შეძელით თქვენი კოლეგის დარწმუნება, რომ ის განცხადებები რაც კეთდება, არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კრიტიკული გზავნილი ვნახეთ ჩვენ. კი, ნამდვილად მე მაქვს ურთიერთობა ჩემს კოლეგებთან, არაერთი შეხვედრა მქონდა ჩემს სხვადასხვა ევროპელ კოლეგასთან, მათ შორის ბოლოს იყო ავსტრია, სადაც ვიმყოფებოდი და მქონდა შეხვედრა ავსტრიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, წინა საგარეო საქმეთა მინისტრთანაც მქონდა შესაძლებლობა შეხვედრის მალტაზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში. ახალ მინისტრთან მე ვიტყოდი, რომ შეხვედრა იყო საკმაოდ კარგი, ძალიან პოზიტიური, ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, თუ რა ვალდებულებები აქვთ ერთგვარად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს, როდესაც ისინი ერთგვარად ვალდებული არიან ევროკავშირის გზავნილი თუ ბრიუსელის გზავნილი ერთგვარად ასახონ საკუთარ გზავნილებში და ასეც მოხდა და ასეც ველოდით რომ იქნებოდა. ერთი იყო შეხვედრა, ერთი იყო ის რაც ჩვენ ვისაუბრეთ და მეორე იყო რა თქმა უნდა გზავნილი, რომელიც ერთგვარად ვალდებული არიან რომ გაჟღერდეს ბრიუსელის გზავნილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. თუმცა მე ცალსახად შემიძლია ვთქვა კონკრეტულად ავსტრიის შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება საქმეს, როდესაც საქმე ეხება საქმეზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, აქ სასაუბრო ნამდვილად ბევრი გვაქვს, სამუშაოც ძალიან ბევრი გვაქვს, შეხვედრაც საქმიანი იყო, გეგმებით საქმიანია და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ძალიან ბევრ კარგ ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ კონკრეტულად ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს, მით უმეტეს, როდესაც საუბრობთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ბიზნესებს შორის კავშირებზე და საკმაოდ კარგი, ასე ვთქვათ, გეგმებიც დაისახა წლის ბოლომდე ამ შეხვედრის ფარგლებში. ასევე ხდება ხოლმე სხვა შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულად საქმეზეა საუბარი და გავცდებით რიტორიკას, გავცდებით, ასე ვთქვათ, კამერებს და გავცდებით, ასე ვთქვათ, საჯარო განცხადებებს, რომელიც უნდა ესმოდეს რაღაცნაირად საზოგადოებას. ოპტიმისტურია მოლოდინის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის თუ განახლებასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება უწოდოთ ამას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შედგა ელჩთან თქვენი შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც და საელჩოს მხრიდანაც ოფიციალური განცხადება გაკეთა ამის თაობაზე, მაინც გვინდა რომ კითხოთ დამატებით უშუალოდ აი ამ ურთიერთობაში, საუბარში, რა გამოიკვეთა, როგორია დამოკიდებულება, როგორია ის გზავნილები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც გარდა იმ ტექსტისა, რაც ცნობილია საზოგადოებისთვის თქვენ მიიღეთ ელჩისგან.
ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა მოგვეცემა, რაც ეფუძნება ნამდვილად იმ ფასეულობით მსგავსებებს, რაც არსებობს ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შორის სხვადასხვა მიმართულებით და ამისთვის არსებობს ნამდვილად ძალიან ისეთ სერიოზული საფუძველი, რომ ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდეს. იყო საუბარი ამ მსგავსებაზე ღირებულებების. რა თქმა უნდა, ეს საუბარიც რომ არ იყოს, ეს ცხადია, ეს აშკარაა და ეს გვესმის და ვხედავთ ამას, ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, ჩვენც ხედავთ თუ რა განცხადებები კეთდება, რა პოზიციები ფიქსირდება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვაწუხებდა და ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, სურვილიც არის, რა თქმა უნდა, არაერთხელ გაჟღერებული ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, პოზიტიურია, როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში გვქონოდა საუბარი, გულწრფელი საუბარი სხვადასხვა საკითხზე, რაც ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და რა თქმა უნდა, მოველით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იქნება გადადგმული გარკვეული ნაბიჯები საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ საკითხების, ასე ვთქვათ, პრიორიტეტულობა სხვადასხვა ზომით განისაზღვრება და ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღეს, ასე ვთქვათ, სათავეში, დღის წესრიგის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის, თუმცა რა თქმა უნდა, მოველით, რომ გარკვეულ ეტაპზე მოხდება სწორედ საქართველოსთან ურთიერთობებზეც ფოკუსირება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება. მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო, რომ გაგაცნოთ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. შეგიძლიათ გითხრათ, აი კონკრეტულად რა ნაბიჯებს შეეხება და საუბარი? ახლა კონკრეტულ ნაბიჯებზე ვერ ვისაუბრებთ, ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, კონკრეტულად თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ან უნდა გადადგას საქართველომ. საუბარი, რაც შემიძლია გითხრათ, იყო და არის იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი და გამოითქვა სურვილი იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან და გვქონდეს ჩვენ შემდგომი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან. კიდევ ერთხელ არსებობს გარკვეული საფუძვლები, იდეოლოგიური საფუძვლები, დავარქვათ ასეთ, რაც მსგავსებები საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებს შორის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ქმედებებში და ამ ქმედებების, ასე ვთქვათ, დროც უნდა მოვიდეს, როდესაც საქართველოსთან ურთიერთობებზეა საუბარი. დიდწილად აქცენტი თქვენ ნახეთ ვიცე-პრემიერთანაც შეხვედრა, დიდწილად აქცენტები კეთდება ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს არ არის დიდი ქვეყანა, საქართველოს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის საერთო ინტერესები, რაც შეიძლება გვქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ თქვენ საქმეზე დაფუძნებული ურთიერთობები გავაგრძელოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ მოლოდინის პარალელურად მეგობარი აქტის მიღება მოხდა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, უცვლელი სახელებით და გვარებით და სახეებით, იქ არაფერი სიახლე განსაკუთრებული არ ყოფილა, მაგრამ თავად გააქტიურება ამ საკითხის ეს ინერცია მოდის და უშუალოდ ძველი ადმინისტრაციის განწყობების თუ რაიმე შეიძლება უკვე აღვიქვათ როგორც სიგნალი უკვე ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებას. მე ვერ აღვიქვამდი ამას როგორც სიგნალს ახალი ადმინისტრაციიდან, ვინაიდან თუ კარგად წავიკითხავთ ამ აქტს, ნახავთ აბსოლუტურ შეუთავსებლობას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასა და მას შორის რაც ამ აქტშია ასახული ხო რაღაც დებულებები, რომლებიც სრულიად წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან. აქედან გამომდინარე, მე ნამდვილად ვერ წავიკითხავ ამ აქტს როგორც ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსთან მიმართებაში. მე უფრო დავარქმევდი ალბათ იგივე ძალების მცდელობებს რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დააყენონ დღის წესრიგში საქართველოს ნეგატიური კონტექსტით, ნეგატიური აქცენტით და
შეეცადონ ამ საკითხით, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ დღის წესრიგის შექმნას საქართველოში. ეს აქტი არ არის საბოლოოდ მიღებული, საბოლოო მიღებამდე ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი იმისათვის, რომ ის საბოლოოდ დამტკიცდეს და ძალიან დიდ ეჭვს გამოვთქვამდი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ეს აქტი ამ ფორმით დამტკიცდეს საბოლოოდ, ვინაიდან მასში მართლაც არის ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს თუმცა პარტიის შიგნითაც არის განსხვავებული, ჩვენ გვესმის განსხვავებული ხშირად მოსაზრებები. კიდევ ერთხელ ეს აქტი მისი გარკვეული დებულებების სრულიად წინააღმდეგობაშია ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც გვესმის და რაც საჯაროდ არის გაცხადებული. მადლობა, საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობდა იმედი ლაივის პირდაპირ ეთერში.